გინდა ჯანსაგი და ნაუჭების გარეში კანი, კარგი თმები და ჯანსაგი ძვლები და საქცრები. და რა თქმა უნდა ეს კრემების, წამლების, კაფსულების და ნემსების გარეში. დღის ვიდეოში გეტყვი მეგობრებო, ჩვენი კვებაში რა უნდა შედიოდე, რომ ეს კოლეგენი ხო გაგიგია? კოლეგენი თამაშობს ეს როლი, რომელიც ელასტიზმი, ანუ კანი იყო ჯანსაგი დიდი ხანი. იმიტომ 25 წლის მერე იწყებს კოლაგენის ქვეტება და 25 წლის მერე იწყებს ადამიანის კანის დაბერება. ჩვენი ორგანიზმში წესიერად კოლაგენი რო გაკეთდე, მაგისთვის პირველი არის C ვიტამინი, უნდა იყოს ეს რიგში, მეორე უნდა იყოს თუთია და მესამე უნდა იყოს სპილენზი. ეს სამი თუ ჩვენი კვებაში კარგად ვიგებს, ჩვენი გვიძლი იმ საჭმელიდან გააკეთებს კოლაგენი, რომელიც ჭირდება ჩამონათვალი პრობლემებისთვის. თმის წვენა, თმის ნადრევი გათეთრება, ნადრები ნაუჭების მოსულა, ძვლების ტკივილი, ეს ყველაფერი ამ სამი მინერალების და უკვე ეს კოლაგენის პრობლემა და ზევიდან ფხვნილის ჭამა არ დაგჭირდება. პირველი საჭმელი არის მეგობრებო ბულიონი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ძვლებისგან გააკეთო, ქათმის ძვლებიდან, საქონელი ძვლებიდან, თევზის ძვლებიდან. ნელა უნდა გაკეთდე. ბულიონის გაკეთება მე მგონი ყველა მიცის. ბულიონი არის ჩვენი ძვლებიდან დაწყებული თმამდე, კანი, ჯანსაგი თუ გინდა, ნებისმიერი ასაკში. ბულიონი უნდა იყოს კვებაში აუცილებლად და ასაკი თუ გააქვს 40 წლის მერე, 50 წლის მერე აუცილებლად და არ შეგეშინდე ქოლესტერინი არ მოიმატება ბულიონით. ქოლესტერინი სხვა რამით მოიმატება. მეორე არის მეგობრებო კანი, თევზის კანი და ქათმის კანი. ყოველთვის ბევრი ადამიანს არ მოსწონს თევზის კანიც ცლიან და გადააგდებენ და ქათმის კანიც იგივე აკეთებენ. გაამზადე ეს ორივე კანიანად უნდა ჭამო. მაგრამ გრმა სიმწვარი კანი არ უნდა იყოს. გრმა არ შეწვით და ეს ორივე ყოველთვის გაამზადე ზეითუნში, ერბოში ან კარაქში, არარეფინირებული ჯეთში. კანიანად ჭამე, ეს საუკეთესო პირველი ტიპი და მეორე ტიპის ორივე კოლაგენი შედის ქათმის და თევზის კანში. იცოდე, არადროს არ გადააგდო. თუ ერთი ადამიანი არ მოსწონს ოჯახში, მეორე ადამიანს უნდა მისცე ეს გადასაგდები. ჯელატინი. ხო აკეთებ თქვენ ბავშვებისთვის თბილ წყალში შერეული ფხვნილი და გახდება აი ეგეთი ჯელატინი მეგობრებო. თმებისთვის პირველია, კანისთვის პირველია. ეს ჯელატინი არის გაკეთებული იგივე ბულიონით გაკეთებულია. ჯელატინი არის საქონელი ძვლებით და გორის ძვლებითაც გაკეთებულია, ოღონ ფხვნილის ფორმაშია ეს ყველაფერი. სუპერმარკეტებში იყიდება, გააკეთე. მე მგონი ეს ყველაზე იაფი საშუალებაც არის ჯელატინი. იმიტომ კოლაგენი რო იყიდო 100-150-200 ლარამდე გირს ჯვირფასი კომპანიებიდან, თქვენ შეგიძლიათ საქმე ეს იყოს საჭმელები, რომელიც პირდაპირ კოლაგენი შედის. ეხლა არის მეორე კატეგორიის საჭმელები, სადაც შედის ხილი და ბოსტნეულები, რომელიც დაეხმარება. იმიტომ იქ შედის თუთია, იქ შედის C ვიტამინი. პირველი არის ნებისმიერი ციტრუსები. ყველანაირი ციტრუსები ჭამეს საკმაოდ, როცა სეზონია. არადროს არ გააკეთო წვენი. C ვიტამინი, როცა საკმარისი იქნება კოლაგენი, თვითონ გააკეთებ ჩვენი გვიძლი, თუ იქნება ჯანსაგი. კენკროვანი ნებისმიერი ხილი შედის დიდი რაოდენობით ანტიოქსიდენტები და როცა ანტიოქსიდენტი არის საკმარისი ჩვენი კვებაში, მაშინ ოქსიდური სტრესი, ან ყოველდღიური სტრესი, ცუდი გაბინძურებული ჰაერისგან კოლაგენის გაფუჩება, ზედაპირიდან კოლაგენის გაფუჩება არ მიდის. იმიტომ საკმარად კენკროვანი, სადაც შედის მოცვი, სადაც შედის სხვადასხვა კენკროვანი ფერადი ხილი. შემდეგი არის მწვანე ფერის ბოსტნეული. ნებისმიერი მწვანე ფორთოლიანი ბოსტნეული. შედის ქლოროფილი, დეტოქსიფიკაცია
ჩვენი გვიძლის დეტოქსიფიკაცია კეთდება, გვიძლი როცა სუფთა იქნება, თვითონ მიხედავს C ვიტამინი, თუთია, როგორ უნდა გამოიყენო, რომ გააკეთო კოლეგენი. მეგობრებო, ზედმეტი შაქარი არ აჭამო, მეორე ძილი ასაჭირო, იმიტომ ძილში განვითარდება უჯრედები, კანის უჯრედები, ადამიანის ნებისმიერი ადამიანი ჩვენ განვითარდის ძილში. კარგი ძილი, საკმარისი წყალი. ნუ რამდენად მოგწურდება 4-5 ჭიქა წყალი. დალიე ყოველთვის ბოსტნეულით დაიწყე თქვენი კვება, კანი, თმები, ეს ყველა საერთოდ იქნები ჯამთელი და ჯამთელი ადამიანი ყოველთვის ბედნიერია. თუ მოგეწონა ინფორმაცია, შეიტანე კვებაში ეს ყველაფერი, დაალაიკე ვიდეო, გააზიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არხი, კარგად და ჯამთელად.